მძიმე რეალობა საქართველოში ეს არის სოციალური ოკუპაცია. ოკუპანტები საზღვარს ყოველდღე წევენ ტერიტორიებს გვართავენ, როგორ თქვენი შეფასება და ასევე მაინტერესებს როგორ აფასებთ იმ რეაგირებას, იმ მოქმედებებს, რასაც დღევანდელი სახელმწიფო ახორციელებს. კი ბატონო, მე რა თქმა უნდა, გავყოსვადენე და ვიცი ყველაფერი, აღმაშფოთებელია ის რასაც აკეთებს მეზობელი სახელმწიფო და ესეთი ტიპის პროვოკაცია თანაც ჩემი გონცაც ვერ ამიხსნია ეს ისე დაშინების პოლიტიკა თუ 200-300 მეტროთი გამოწევა თქვა. ამით თქვა კოლოსალურად ვერ გამდიდრდება, მაგრამ ეს არის მოაღრესებთ მძიმე და როგორ გითხრათ, დანაშაულებრივი პროვოკაცია. ეხლა თავრობა აკეთებს ადეკვატურ რეაგირებას. ის რაც შეგვიძლია რეალობიდან აი თი მომეცია თინა გითხრათ პასუხის გაცემა და აქაც ვეხმარ იგივე სიტუაციას. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას ის რისი გაკეთებაც შეუძლიათ იქიდან აკეთებენ თუ არა მაქსიმუმს. ვთქვათ განცხადებით ყველა დონეზე, რუსკის ჩამოსვლაც, ესეც ყველაფერი დაემთხვა მისვისაც ჩამოსვლა, მაგრამ ყველა საოცარი რა გახლავთ თავისუფალი დემოკრატების ორი მინისტრი აცხადებს. მათ დროსაც ეს მოხდა, ამის მსგავსი საუბედუროდ. რა გააკეთეს ერთ უფრო მეტი. გინდათ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც აცხადებს, გინდათ ევროინტეგრაციის მინისტრი, რომ გამოდიან და ესე. როგორ შეჯიბრებითობაზე? არა, შეჯიბრებითობა რა, კონსტრუქციულობა და არგუმენტები და სინდისი არ უნდა დავივიწყოთ, რაც. პოლიტიკა იმის კი არ არის, რომ სინდისი გავირეცხოთ. რაც მოგესურვება, იმაზე ვისაუბროთ. ხომ უნდა შევინარჩუნოთ ერთი პატარა ქვეყნის შვილები ვართ, ან ყველას ერთმანეთს ხედავთ და უყურებთ. თავრობა აკეთებს ძალიან მიახლოებით იმასთან, რაც შეუძლია. შეიძლება ოდნავ მეტი შეიძლება, ან ოდნავ უარესიც. ჩვენ უნდა ვისწავლოთ და შევაფასოთ ყველა და მათ ერთში ჩვენი თავრობას და ჩვენი ხელისუფლებას იმის მიხედვით რეალობიდან მისი გაკეთება შეიძლება და რას აკეთებენ. და ეხლა ყველაზე მეტი კრიტიკოსები, ვინც ყველაზე მეტად აკრიტიკებს და ხელისუფლებას, ხელი ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან. მათ გააკეთეს სწორედ ეს უბედურება, მათ დაგვიტოვეს. თუ არა მათი გაუგებარი და უაზროდ ხედავთ როგორც საბავშვო ბაღის საბავშვო ბაღის მოსავლეებს ახსოვდელებს რომ ჩააბარებ ხელისუფლებას. მსგავსი სისულელე გააკეთეს. და რაც არ შეეძლოთ, იქ რომ გაიქაჩნენ, სწორედ მივიღეთ ის რაც მივიღეთ და დღეს მათ გაპარტახებულ და გაუბედურებულ დატოებულს შედეგებს ვინკით. სწორედ მათ მოახერხეს და მიიყვანეს აქამდე ეს საქმე და მათი უტვინობის და მათი გამოუცდელობის და მათი კი ადმინდა ახლა უხეში სიტყვები ხმარ. სწორედ მათი გაუგებრები და დაუდევარი ქმედებების შედეგია ის რაც. და დღეს გამოდიან და კიდევ ეს ხალხი ხმაურობს. თავრობას უნდა მოვთხოვოთ ის, რაც შეგვიძლია ჩვენ მაქსიმალურად საქმის გულში უნდა ჩავაყენოთ. საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვითანაშაულოთ და უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მეზობელის და უფრო შეერულიც, რომ არასდროს საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება თავის ტერიტორიების გაგარკვევას და დაგეგმარებას. მომაში თქვენს გაქვთ როლი მედიას ძალიან დიდი როლი აქვს თქვენი ფუნქცია. მედია გააპროტესტა ადგილზე და ეს იყო განხილვის თემა ერთ-ერთი, რომ ჟურნალისტები არ უნდა წასულიყვნენ. ხო, ახლა მაგას ალბათ ეგრე არ დავიწყოთ გარჩევა ახლა ჟურნალისტების ჩასვლა, იქ რაღაცები ჩავიდნენ, იქ ვარნოვით რაღაცები ჩავიდნენ. თუმცა ზოგიერთმა კოალიციისგან შემოვა. სოლიდარობა ყველანაირი ტიპის შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ უხამსობა და ის რომ თქვათ ეს კონცერტებში და რაღაცებში გადავიყვანოთ რაც გააკეთეს პიროვნული, ეს არ ვარ